მნიშვნელოვანი და საინტერესო, ობიექტური და სანდო ინფორმაცია. მეცხრე არხის ჟურნალისტები ფაქტებისა და მოვლენების ეპიცენტრში. რეგიონის ამბები ტელეკომპანიის ეთერში. ვიყურეთ და მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ყოველ დღე, უცვლელი დროით, უცვლელ არხზე. საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვება ეკოს 21 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს აკოფე იქრიშვილი გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა პარტიული სია დატოვა. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს პარტიის მერობის კანდიდატმა აცნობა გელა დემეტრაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მალხაზ ივანიძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. აღნიშნულს კი იმ მოტივით ხსნიდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რომლის დეტალებზეც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ვერ საუბრობს. მალხაზ ივანიძე ქალაქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს 9 აპრილს რუსთაველისა და საბარგო სადგურის საარჩევნო უბნებზე იყრიდა. აღნიშნულ უბნებზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობა წარმომადგენლის გარეშე იბრძოლებს, რადგან საარჩევნო ოლქში კანდიდატთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. ნაციონალური მოძრაობიდან ახალციხის მერობის კანდიდატი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარება მას რთულ პერიოდში უხდება. Ირიდან მომეჩვენა ძალიან დაბნეულად, შეშინებულად, ანერგიულად და გამიგია თამაშთან ასეთი განცხადება, რომ იგი ვეღარ უწევს ზეწოლას, გარკვეულ ზეწოლას, მას ზედამის ახლობლებზე განხორციელებულს ძალოვანი სტრუქტურებიდან და უნდა მოიხსნას თავისი კანდიდატურა, უნდა დაწეროს განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში ახალციხის. მითი თითქოს ძალიან მშვიდ გარემოში ტარდება არჩევნები და არაერთი ზეწოლა ადგილი არ აქვს. ეს არის სწორი ინფორმაცია. თვითმმართველობის არჩევნებამდე 25 დღით ადრე წინა საარჩევნო გარემოს არასამთავრობო ორგანიზაციების CSKOS ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ. ისინი ასევე იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით წინა საარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. ვრცლად ნახეთ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. ამ მრჩევლის მოსყიდვის ფიზიკური ანგარიშწორებისა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. ასეთია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინა საარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები. ანგარიშში ასევე შესულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის წინა საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებიც, რამაც საიას განმარტებით ცალკეულ შემთხვევებში ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. Realmente რომ ვთქვათ, საარჩევნო გარემო არის კონკრეტული დარღვევები, თუმცა რაღაც განსაკუთრებული ისეთი მასშტაბური დარღვევები, რომელიც განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას მოახდენს არჩევნებზე, ჯერჯერობით ჩვენ არ დამიფიქსირებთ. ჩვენ ანგარიში ასახულია სავარაუდოდ არჩევნთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დევნის 7 ფაქტი. ასახულია 18 ფაქტი, როდესაც მოხდა სამართალდარღვევის შეფარდება კონკრეტულ პირთა მიმართ, ფიზიკური ანგარიშწორების 1 ფაქტი, კონკრეტულად მზაზიყვაურის შემთხვევა, ასევე ასახულია ამურჩევლის მოსყიდვის 1, ჩვენს მიერ დაფიქსირებული უკანონო აგიტაციის, ანუ წინა საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის 3 და რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა. ეკაბესელია წინა ორი არჩევნების ფონზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებულ დინამიკაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ. იდეალური გარემო ბუნებრივია ვერ არის, მაგრამ დინამიკაში ვხედავთ, რომ ეს საარჩევნო გარემო შედარება არ არის, იმდენად პროგრესულია. ცალკეულ ფაქტებზე ბუნებრივია გვექნება ამ შემთხვევაში. საიას ანგარიშს მიუკერძოებას უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე მათი აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე საუბრობს. მთელი ეს დაჭერების კამპანია დაკითხვებზე სიარული, რა თქმა უნდა, რამაც ძირითადად გამოიწვია სწორედ ჩვენი აქტივისტების დაშინება ძალიან ბევრმა ადამიანმა უბრალოდ კონკურენტიან ისეთმა ადამიანმა, რომელიც კონკურენცია შექმნა ადგილებზე უარი თქვა კანდიდატობაზე, სწორედ იმ ნიშნით, რომ
ნახა რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კანდიდატობად გარკვეულ რისკებს შეიცავს. საარჩევნო გარემოს შეფასებისა საკუთარი პრეტენზიები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. ზოგადად პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა არის შეუდარებლად მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და გარკვეულწილად ბურჯანაძე ქრისტიანი დემოკრატები ფორსები. ასე ვქვიათ მათ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ხელმისაწვდომობა სატელევიზიო რეკლამაზე, არ გვაქვს ხელმისაწვდომობა მთელი რიგი იმ საშუალებებზე, რომელიც მათ გააჩნიათ. პირდაპირ ტერორის და პირდაპირ ძალადობის ფაქტებს ვერ ვაწყდებით, ცემატყეპას, ქვების როლას და ასე შემდგომ, რაც ასევე კარგია, რა თქმა უნდა, ეს რო ემატებოდეს, ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, მაგრამ ამის გარდა ჩვენ შეღავათი სხვა არაფერში არ აგვაქვს. იყო ზეწოლის ბევრი ფაქტი ჩვენს მიერ დასასახელებელ კანდიდატებზე, რომლებსაც ან მაჟორიტარობა უნდათ, ან საარჩევნო სიაში მონაწილეობა, მაგრამ მათ რაღაცა მექანიზმებით აიძულეს, რომ უარი ეთქვათ ამაზე. საარჩევნო სუბიექტებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, არჩევნებში მონაწილე მხარეებმა არ უნდა დაუშვან, რომ საარჩევნო გარემოს რაიმე ზიანი მიადგეს. არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ ყველა ჩართულმა მხარემ, პოლიტიკურმა პარტიებმა, მედიამ, დამკვირვებლებმა, პირველ რიგში რა თქმა უნდა საარჩევნო სუბიექტებმა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ და მოეკიდონ არჩევნების კარგად ჩატარების მიზანს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 25 დღე დარჩა. 15 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ყველა თვითმმართველი თემი და ქალაქი მერებსა თუ გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევს. დღეს ბორჯომის მეორე ჩამოსასხმელ ქარხანას უკრაინული და ყაზახური უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ მინერალური წყლების წარმოების პროცესი დაათვალიერეს და ვებგვერდის პრეზენტაციასაც დაესწრნენ. ფოტური ორდღიანია, რომლის ფარგლებში სტუმრები ბორჯომსა და მიმდებარე კურორტებს დაათვალიერებენ. ვრცლად ლუბა გიორგაძე ამბობთ. ბორჯომის მეორე ჩამოსასხმელ ქარხანას უკრაინული და ყაზახური უმსხვილესი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფოტურის ფარგლებში მათ ქარხანაში მინერალური წყლების წარმოების პროცესი დაათვალიერეს და მისი ისტორიას გაეცნენ. რის შემდეგაც სტუმრები ახალი ვებგვერდის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც IDS ბორჯომის საქართველოს მიერ ტურიზმის ხელშეწყობის ფარგლებში მომზადდა. სასიხარულო ის რომ გამოეხმაურა ამ ღონისძიებას ჩვენი უკრაინელი ტურ ოპერატორები და ასევე მათ ითხოვეს ეროვნული ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში თერიგ საკითხებში დახმარება, რაშიც ეროვნულმა ადმინისტრაციამ თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უკვე შეეძლო განსაზღვრული კონტაქტების დამყარება. კერძოდ, აი ესეთი ცითეული ქალაქისთვის ცალკე ვებგვერდის გაკეთება თვითონ ქალაქის მეშვეურებისთვის არის მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციული და ინტერაქტიული ვებგვერდის შექმნის მიზანს პოტენციური ტურისტებისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და მისი კურორტების გაცნობა წარმოადგენს. საიტის ვიზიტორი ძალიან მარტივად იპოვის მისთვის საინტერესო ინფორმაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩამოვიდეს და დაისვენოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის რომელიმე კურორტზე. აცხადებს მედიასთან IDS ბორჯომის საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე. საიტის შექმნის მიზანი იყო გაგრძელება იმ სოციალური პროექტების, რაც კორპორატის ჩვენი კორპორაციულ ფარგლებში კეთდება და ეს პროექტი ძირითადად მიმართული არის ტურიზმის განვითარებისკენ ბორჯომის რეგიონში და ამ ტურისტების ინფორმირებულებისკენ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც გარკვეული ინფორმაცია თუ სად დაისვენონ, როგორ დაისვენონ და რა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ ბორჯომის ტერიტორიაზე. უკრაინისა და ყაზახეთის სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის სააგენტოს მოწვევით იმყოფებიან. IDS ბორჯომის ნომერ მეორე ჩამოსასხმელ ქარხანაში სტუმრებთან ერთად დღეს ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. თემურ ხომერიკი მედიასთან ამბობს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება და ინფოტურების მოწყობა ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანია. ამიტომ IDS ბორჯომს საქართველოს სხვა ბიზნესმენებმაც უნდა მიბაძონ. დიდ თანადგომას ვგრძნობთ ქართველი ხალხისაგან, ისინი ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. ჩვენ თითქმის ყველა რეგიონი მოვიარეთ, ამჟამად ბორჯომში ვიმყოფებით. აქ ძალიან კარგი გარემოა. დიდი ხანია ვიცნობთ ბორჯომს და მინერალურ წყლებს, რომელიც აქ ისხმება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფოტურის მასპინძელი IDS ბორჯომის საქართველოა. ტური ორდღიანია, რომლის ფარგლებშიც უკრაინასა და ყაზახეთის სააგენტოების წარმომადგენლები ბორჯომს, ბაკურიანსა და მიმდებარე კურორტებს დაათვალიერებენ. ინფოტური ახალციხის ციხის ისტორიულ კომპლექსში დასრულდება. დღეს მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. პროცეს მონიტორინგს ერთიანი ეროვნული გამოცდების დამკვირვებლები უწევენ, როგორც წარიმართა საჯარო სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა გამოცდები, რა შედეგები დაიდო ახალციხეში და რას ამბობენ აბიტურიენტები. ნინო პერიძე ამბობთ.
ახალციხის საჯარო სკოლებში მე-12 კლასელთა პირველი საატესტატო გამოცდები დილის 9 საათზე დაიწყო. მოსწავლეებს ტესტებზე პასუხების გასაცემად 1 საათი ჰქონდათ. საგამოცდო პროცესში მონაწილეობა პირველი საჯარო სკოლიდან 85-მა მოსწავლემ მიიღო. სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქედან 3 მათგანმა ბარიერი ვერ გადალახა. როგორც მოსწავლეები ამბობენ, საკითხები საკმაოდ რთული იყო. ყველაზე მაქსიმალური გულა, რომელიც პირველ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა 8.47 მიასედი იყო. დღეს გამოცდა ჰქონდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საკმაოდ რთული იყო, თუმცა უმეტესობამ ჩააბარა. ასევე დამკვირვებლები იყვნენ თბილისიდან, 3 დამკვირვებელი და ძალიან მკაცრი რეჟიმი იყო და გაგვირჭირდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ უმეტესობამ გადაულახეთ და ჩააბარეთ. გამოსაშვები გამოცდები განსხვავებული პროგრამით ჩააბარეს ახალციხის სომხურენოვან სკოლაში. აქ მე-12 კლასელებს მხოლოდ გრამატიკულ მასალაზე, ტექსტების გააზრებასა და მსგავს საკითხებზე მოუხდათ პასუხების გაცემა. 46 მოსწავლიდან კი 5-მა მათგანმა უმაღლესი 10 ქულა აიღო. მოსწავლეების თქმით, საკითხები საკმაოდ რთული იყო, თუმცა გამოცდას თავი მაინც მარტივად გაართვეს. დღეს გამოცდა ჰქონდა ქართულ ენაში, მივიღე 10 ქულა, არც ისე ადვილი არ იყო, ტექსტები იყო ძალიან ბევრი და რა ვიცი, ბავშვებიც ყოფილი არიან, ყველანი ჩავაბარეთ ჩვენ სკოლაში. ხვალე რუსულ ენაში გვაქვს გამოცდა. კითხვა არის იმის მიხედვით, თუ შენ როგორ უპასუხებ, თუ შენ კარგად უპასუხებ, უფრო რთული კითხვები იქნება და ბევრი დრო გჭირდება, ამიტომ გამოცდისთვის ჩვენ ჰქონდა საათი და 40 წუთი, მაგრამ მე გამოვედი 9 საათში. ყოველი კითხვისთვის ჩვენ ჰქონდა 2 წუთი, მაგრამ მალე პასუხობდით ძალიან ძნელი რომ თქვათ არ იყო. ახალციხის საჯარო სკოლებში მიმდინარე პროცესს საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლები დააკვირდნენ. თითოეულ სკოლაში პროცესს თვალყურს 3 დამკვირვებელი ადევნებდა. მათი თქმით, ახალციხის სკოლებში საგამოცდო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მონიტორინგს ახორციელებენ მოძრავი მონიტორინგის ჯგუფი, რომლებიც გუშინაც იყვნენ და სავარაუდოდ შეიძლება დღესაც მოვიდნენ. გამოცდები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ძალიან ნორმალურად, წყნარად ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. საგამოცდო პროცესი დაიწყო დილით 9 საათზე. ყველა გამოცხადდა აბსოლუტურად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი დრო აქვს გამოყოფილი, ჩვენ ნებართვა გვაქვს იმის, რომ შეგვიძლია მივიღოთ, ესე იგი ავტომატურად მივიღოთ, გამოვა ერთი ბავშვი მივიღოთ, შემდეგ პრობლემა არ გვაქვს ამის არანაირი. ყველა გამოცხადდა აბსოლუტურად, არანაირი დარღვევა ჯერჯერობით არ ყოფილა, ყველაფერი მიმდინარეობს ნორმალურ რეჟიმში. გამოსაშვები გამოცდები 22 მაისს უცხო ენაში ჩატარდება. პროცესი 25 მაისამდე გაგრძელდება და მოსწავლეები 12 წლიანი სწავლის შედეგს კიდევ 2 საგანში, ისტორიასა და მათემატიკაში გამოცდიან. სამუშაოებს კი ტრადიციულად კომპიუტერებთან დამკვირვებლების მეთვალყურეობით შეასრულებენ. ახლა კი რეგიონის გარეთ განვითარებულ მოვლენებს გავეცნოთ ეკოში საქართველოს არბების დრო. საქართველოს მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში მე-6 კლასის ჩათვლით 27 მაისამდე სწავლა შეწყდა. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა ამის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. სამუშაო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ. დასვენების დღეები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებმა სკოლებისა და ბაღების გაძლიერებული სანიტარული დამუშავება მოახდინონ. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ წელიწადში დაავადების საშუალოდ 150 ფაქტი ფიქსირდება. ყოველ 4 წელში კი მას რაოდენობრივი ზრდა ახასიათებს. მინისტრი ამბობს, რომ ვირუსის გააქტიურების პერიოდშიც კი მას თვისობრივი გართულება არ ახასიათებს. ამჟამად დაფიქსირებული შემთხვევები კი საშუალო და მსუბუქი ფორმისაა. ბოლო მონაცემებით ვირუსული მენინგიტის 152 შემთხვევაა დაფიქსირებული. მის გავრცელებასთან დაკავშირებით 16 მაისს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. მედიკოსების რეკომენდაციით სიმპტომების გამოვლენისას მოსახლეობამ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. ასევე აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხელების ხშირად დაბანა. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული, ასე ვთქვათ, სანიტარული დამუშავებისთვის, არა დეზინფექციისთვის, არამედ სანიტარული დამუშავებისთვის. ასევე ჩვენი ჯგუფები გააგრძელებენ აქტიურ შესწავლას ადგილზე, მდგომარეობის ადგილებზე და უკვე 26-ში გვექნება კიდევ ერთი ეტაპობრივი შეჯამება, რა გეგმით გავაგრძელებთ. არსებული ანალიზის შედეგად მივიღეთ აი ეს გეგმა.
ხვალიდან 27-მდე საწყის კლასებში, მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში რეკომენდაციით გამოდივართ, რომ შეწყდეს სასწავლო და აღზრდობითი პროცესები. ძირითადად გახლავთ ენტეროვირუსული, ანუ ვირუსული მენინგიტი, ანუ სეროზული მენინგიტი, რომლის დიაგნოსტირება და დიფერენციაცია ბაქტერიულისგან კეთდება ძირითადად თავზურგ-ტვინის გამოკვლევით. ამავე დროს კლინიკა ვირუსული მენინგიტისა არის უფრო მსუბუქი ვიდრე ბაქტერიული მენინგიტის, ასევე გართულებები ახასიათებს ნაკლებად ვიდრე ბაქტერიულ მენინგიტს და ასევე პროფილაქტიკური ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები არის სხვადასხვა. 2011 წლიდან დღემდე წითელა 10.000-მდე შემთხვევა არეგისტრირებული, როგორც ინტერპრეს ნიუს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, წითელა შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება. არ ყოფილა დღე 2013 წლის თებერვლიდან რომ არ ქონოდა წითელა შემთხვევები. ეს არის დაავადება, რომელიც ვაქცინით შეიძლება იყოს პრევენცირებული და ამ დაავადების მიზეზი არის აუცილებლობა. მიუხედავად დათასი გაფრთხილებისა, ჩვენი საზოგადოება აცრას არ მიმართავს, აღნიშნა ზახაშვილმა. მისივე თქმით 2013 წლიდან დღემდე წითელას შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 გასულ წელს, 1 კი წელს. ეს არის დისკრედიტაცია. მე მინდა ხელფასი 1600 ლარი მქონდა პრემია 1000, რომელსაც ყოველთვიურად არ ვიღებდი, განაცხადა ლალი მოროშკინამ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვით მოროშკინას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიის სახით 30000 ლარი აქვს აღებული. ლალი მოროშკინა დეპარტამენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით იგი ახალ ავტომობილს ითხოვდა. მოროშკინა ამბობს, რომ მან სამსახურეობრივ მანქანაზე უარი თავად და საკუთარით გადაადგილდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის 1 სექტემბერს მომხდარი სტიქიისას მის პირად მანქანას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხი დაეცა. ახალი ავტომობილის შესაძენად კი 27000 ლარიანი სასხი აიღო. ლალი მოროშკინა ამბობს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს სასამართლოში გაასაჩივრებს. იგი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლის პოსტიდან მოროშკინა 20 მაისს გაათავისუფლეს. ის თანხა, რომლითაც მე უნდა მეყიდა, სხვა მაინტერესებს, რის საფუძველზე გააკეთეს განცხადება, რომ მე მაქვს აღებული 30000. აქ იკვეთება დანაშაული უკვე და დისკრედიტაცია საქართველოს ბანკის, იმიტომ რომ მე ამ ბანკში ვიღებ ხელფასს და ცხადია რომ იყოს დარიცხული 30000, თქვენ აგერ ხართ ამდენი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტი და დამიფიქსირებდით ამას აქვე, მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა, ეს არის კანონდარღვევა, მაგრამ რატომღაც ისინი ამ დროს უბულებელყეს თავის პრემიები უბრალოდ თანამონაწილედ გამიყვანეს, რომ მათთან ერთად მეც მქონია აღებული და თუ ეს ავიღე ქეშად, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, სადაც მეც უნდა ვისჯებოდე როგორც მიმღები ამ ფულის და დეპარტამენტის თავმჯდომარე როგორც გამცემი ამ ფულის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. გიორგი სიგუას განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრებზე სტუმრებს ინფორმაციას ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე მიაწვდიან. მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს შესახებ სხვადასხვა სტატიისა თუ სიუჟეტის მომზადებას ხელს შეუწყობს. გაცნობითი და საინფორმაციო სახის შეხვედრისათვის 20 მაისს საქართველოს რუსეთიდან 12 კაციანი ჯგუფი ეწვია. ტურის ფარგლებში რუსის სტუმრები როგორც თბილისის ისტორიულ ნაწილებს, ასევე მცხეთის, ბათუმისა და ქუთაისის ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ. ჩვენი მისია არის რომ ამ ადამიანებს ვაჩვენოთ რაც შეიძლება პოზიტიურად საქართველოს, რათა მათ შემდეგ გააკეთონ კარგი სტატიები და სიუჟეტები საქართველოსზე და შევახვედროთ თავიანთ ქართველ კოლეგებს. ეთერში კვლავ რეგიონში განვითარებული მოვლენებით ბრუნდებით. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა დასრულდა. ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა დღეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ორგანიზაციამ 2010-დან 14 წლის ჩათვლით გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია მოაწყო. ამ ხნის მანძილზე სამცხე-ჯავახეთში პროექტი 4 მიმართულებით ფუნქციონირებდა. სოციალური მედია, მასწავლის პრაქტიკაში განხორციელება, მცირე გრანტებისა და სტაჟირების პროგრამა. აღნიშნული
განხორციელებული კუთხით პროექტი რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში 66 სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბები შეიქმნა. მასში გაწევრიანებული ახალგაზრდები საკუთარ თემში არსებული პრობლემების წამოწევასა და მათ მოგვარებაზე ზრუნავდნენ. როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლიანი მუშაობის შემდეგ პროექტი დასრულდა, სამოქალაქო კლუბები აქტიურ მუშაობას კვლავ გააგრძელებენ. მათ ამისთვის სპეციალური გეგმა აქვთ შემუშავებული, ხოლო განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგს თავად ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს. გარდა მოსწავლეთა ჩართულობისა, პროექტი ორიენტირებული იყო პედაგოგთა გადამზადებაზეც. ამ კუთხით მასწავლებლებისთვის 4 სახის სახელმძღვანელო გამოიცა. პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს კი არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ. მასწავლებლების მიერ ხდება იმ მიღწევების და შედეგების წარმოდგენა, იმ უნარჩვევების წარმოდგენა და გამოცდილების, რომელიც მათ შეიძინეს ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ახალგაზრდების, ამ მოსწავლეების სახით რეგიონში ძალიან აქტიური ახალგაზრდები იზრდებიან, რომლებიც ბევრ კიდევ საინტერესო და კარგ საქმეს გააკეთებენ მათი თემის საკეთილდღეოდ. მცირე გრანტების მიმართულება ახალგაზრდებს ვასწავლიდით, როგორ უნდა დაიწეროს პროექტები და განხორციელდეს $450 ოდენობით ფინანსდებოდა პროექტები. აგრეთვე ერთი მიმართულება იყო სოციალური მედია, ახალგაზრდებს ვასწავლიდით, როგორ უნდა გამოიყენონ ინტერნეტ სივრცე სასარგებლოდ და ეფექტურად. იყო მიმართულება სტაჟირების პროგრამა, სტაჟირების პროგრამის მიმართულებით ახალგაზრდებს უშვებდით სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირებაზე. ერთ-ერთი მიმართულება წარმოადგენდა ასევე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება და ამ მიმართულებით ვასწავლიდით, როგორ უნდა დაეგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები და განხორციელდეს. ძალიან სასიამოვნოა იქნება თუ იგი გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან აქტიურებს ახდენს მოსწავლეებს, აბსოლუტურად უბიძგებს მათ იმისაკენ რომ მომავალში ალბათ უფრო მეტი კეთილი საქმეები აკეთონ და აქტიური მოქალაქე, აქტიური მოსწავლე მომავალში მე ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი არის სოფლისთვის, ქალაქისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის. თვითმმართველობის სისტემასა და არჩევნების სტრუქტურაზე დღეს ადგილობრივებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. ღონისძიებას ორგანიზება სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა გაუწია, რომლის მიზანსაც საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა. ვრცლად ნინო ბერიძე ამბობთ. რა უფლებები ექნებათ მერებს და გამგებლებს, როგორი იქნება თვითმმართველი ქალაქი, რა გზით გადანაწილდება ხელისუფლების წარმომადგენელთა კომპეტენციები და როგორია საარჩევნო სისტემა თვითმმართველ ერთეულებში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია მოაწყეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ადგილობრივები, საჯარო სკოლის პედაგოგები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კომპეტენტური პირებისაგან კითხვებზე პასუხები მოისმინეს და საკუთარი აზრით დააფიქსირეს. ჩვენი ორგანიზაცია ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, საინფორმაციო კამპანიებს, რომელიც ეხება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას არჩევნების შესახებ და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, ანუ იმ სიახლეების შესახებ, რომელიც თვითმმართველობის კოდექსით არის გათვალისწინებული და რომელიც ძალაში შევა 15 ივნისის არჩევნების შემდგომ. შეხვედრაზე ვიყავით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ძალიან შედეგიანი იყო, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. გავეცანით თუ როგორ უნდა ავირჩიოთ მაჟორიტარი, პროპორციული და თვითონ გამგებელი და მერები. ძალიან კარგი იყო, ძალიან შედეგიანი იყო. ძალიან კარგად გავერკვიეთ ამ შეხვედრაზე. შედეგიანი შეხვედრა გამოგვივიდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას ორგანიზება სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა გაუწია, რომელსაც USAID აფინანსებს. შეხვედრას გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელიც დაესწრო, რომელიც პრეზენტაციის ნაწილს გაუძღვა. იგი ადგილობრივ თვითმმართველობის სისტემაზე ესაუბრა და ამ მომრჩევლების უფლებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. მიხეილ ჩიტაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებით საზოგადოებაში ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება მოხდება. ჩვენ ვცდილობთ აუხსნათ ხალხს ის ისულებები, რასაც თქვა დღევანდელ დღეს უბრალოდ 15-ის მერე ნახავთ. ვფიქრობ, რომ გასაგები იყოს ყველაფერი ღია ვარწოდეთ, კითხვას უპასუხოთ, იმ კომპოზიციაში, რაც კომპოზიციაში ჩვენ გვაქვს და პროექტის დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ფარგლებში შეხვედრები 21 ქალაქსა და სოფელში გაიმართება. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ 7 ქალაქს მიენიჭება, რომელიც თვითმმართველ ერთეულებად დაიყოფა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრაზე მიმდინარე რეფორმებისა და სიახლეების გაცნობა მოხდება.
შვილოსნობის კლუბი ახალციხეში სპორტის ახალმა სახეობამ სტარტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე აიღო. შვილოსნობით დაინტერესებულ პირებს მისი შესწავლა უმაღლეს დაწესებულებაში კვირაში 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. როგორც კლუბ მესხეთის ხელმძღვანელი ლიზა შემაზაშვილი განმარტავს, შვილოსნობა მესხეთისთვის დამახასიათებელია, თუმცა იმის გამო, რომ იარაღი ძვირადღირებულია, სახეობა საქართველოში რთულად ვითარდება და ვრცელდება. 2007 წლიდან სპორტის ეს სახეობა ასპინძაში არსებობს როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის მათ საქართველოს ნაკრებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ. შვილოსნობის მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კლუბ მესხეთს დაფინანსება არ აქვს, თუმცა ისინი სუბსიდიებს უახლოეს მომავალში ელოდებიან. კლუბში გაწევრიანებისთვის ასაკი შეზღუდული არ არის, მასში ჩართვა 10-დან 60 წლის ასაკამდე ყველა მსურველს შეუძლია. სწავლების საწყისი ეტაპი დარბაზში მიმდინარეობს, შემდეგში კი შვილოსნები მოედანზე გადაინაცვლებენ და ისარს 90 მეტრ დისტანციაზე ისვრიან. ჯერ არ გვაქვს ამ კლუბს სპორტული იარაღები, ასპინძელებისგან ვითხოვეთ 2 მშვილდი და დავიწყეთ უნივერსიტეტის სტუდენტებთან მუშაობა. ვიმედოვნებ კლუბი უახლოეს პერიოდში დაფინანსებდა სუბსიდიით და წარმატებებსაც მიაღწევს ახალციხეს როგორც ასპინძა. მორიგი პრემიერა მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უსახელო ვარსკვლავი, ასე ქვია პიესა, სადაც ახალციხელებმა მსახიობებმა სცენაზე ერთ პროვინციულ ქალაქში მომხდარი ამბავი გააცოცხლეს. მოქმედება რკინიგზის სადგურზე ხდება. ორმოქმედებიანი სპექტაკლის სევდენარევი კომედია, დამდგმელი რეჟისორი მალხაზ ასლამაზაშვილია. მან პიესა პირველად ზესტაფონის თეატრში დადგა. ახალციხეში ეს უკვე მეოთხე სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ადგილობრივ მაყურებელს წარუდგინა. უსახელო ვარსკვლავი მალხაზ ასლამაზაშვილმა რუმინელი დრამატურგის მიხაილ სებასტიანოს პიესის მიხედვით დადგა. მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სეზონზე ეს უკვე მეოთხე პრემიერაა. მეცხრეებთან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ახალციხელ მაყურებელს მიმდინარე წელს ისინი კიდევ ბევრ ახალ სპექტაკლს შესთავაზებენ. ბატონი მირო. აი ეს ბატონი მასწავლებელს შემოუგანა. ეს არის რუმინელი დრამატურგის სებასტიანოს პიესა უსახელო ვარსკვლავი, ორმოქმედებიანი კომედია, მაგრამ ისეთი კომედია რაღაც სევდაც რომ ახლავს და ცრემლიც ისეთი ლამაზი ზღაპარივით ამბავია, რომელიც ხდება ისეთი პატარა ქალაქში, როგორც არის თქვენი საყვარელი ლამაზი ახალციხე. ერთი პატარა პროვინციაში მომხდარი ამბავი არის გადმოცემული თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მე ვთამაშობ ერთ-ერთ სკოლის მასწავლებელს. თამაშობ სადგურის უფროსს, რომელიც არის ერთ-ერთ მიყურებულ ქალაქში, ასე რომ ვთქვათ, ხალასი ქალბატონის შემოსვლამ, სულ არ დარია, ასე რომ ვთქვათ. ყველაფერი ძალიან საინტერესო სპექტაკლია. მე თვითონ თუ არ გავასწორე ერთი წუთი. რომელია უშაქი? 7:20-ია. არ არის პრობლემა. ესე იგი არასოდეს არ იცით რა დროა. რას? ხალხური რეწვის ნამუშევართა გამოფენა ადიგენში მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებული ხელოვნების ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს 3 დღის განმავლობაში შეეძლოთ. დაბაში დღეს ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, სადაც საუკეთესო ნამუშევრების ავტორების სიგელები დასაჩუქრებულად ღონისძიების შესახებ ნახეთ ჩვენი სიუჟეტიდან. თექის, გობელენისა და ბისერებისგან გაკეთებული ხელოვნების ნიმუშები, ნაკსოვი ტანისამოსი, ხეზე ნაჭედი ხატები, რელიქვიად ქცეული უძველესი ფარდაკები. ეს იმ ნამუშევართა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოფენას დაბა ადიგირში მოეწყო. აქ მსურველებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძიებული ხალხური რეწვის ნიმუშების ხილვა 3 დღის განმავლობაში შეეძლოთ. ღონისძიებას ორგანიზება ადიგენის კულტურის ცენტრმა გაუწია. მიზანი რა არის? ჩვენი რაიონში მომუშავე ყველამ რომლებიც ამ დარგზე და ამ სახეს ემსახურებიან, თავისი ნამუშევარი ნახოს, ყველამ ნახოს, როგორც რაიონში, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშე და ყველა ადამიანების წინაშე, რითაც დაინტერესება ბევრი აქვთ მათ და სხვების დააინტერესონ.
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენისთვის ადიგენის კულტურის ცენტრში მუშაობა იანვრის თვიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, სამუშაო პროცესი შრომატევადი იყო. პირველ ეტაპზე თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი შემოიარეს და იმ ადამიანებს გაეცნენ, რომლებსაც ოჯახებში თავიანთი ხელოვნების ნიმუშები მოეპოვებოდათ. შემდეგში მისი შესწავლა და აღრიცხვა მოხდა. მესამე ეტაპზე კი შეგროვებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ეს იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ თვითშემოქმედებით ნიჭით დაჯილდოებულნი ახალ მიმართულებას აძლევენ ადამიანთა ფართო მასებს, მაგრამ თავიანთი შემოქმედებით ისინი შეუმჩნეველი და ბუნების დინებას არიან მინდობილნი. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მამულიშვილი ვალია ჩვენივე შესაძლებლობის ფარგლებში წარმოგვეჩინა ისინი ამ საზოგადოების წინაშე. გამოფენა ადიგენში უკვე მეორე წელია, ყოველ მაისის თვეში ეწყობა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ღონისძიება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანადგომით იმართება. საბოლოოდ გამოფენის მონაწილეებმა ერთ-ერთი სპონსორისგან საქართველოს კარიტასისგან სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები მიიღეს. გარდა ამის ტრადიციული ნაკეთობებისა წარმოდგენილია თითქმის ყველა ჟანრში. თექა, ნაქარგი, ნაქსოვი, ნახატი, ხეზეკვეთის ნიმუშებიც არის წარმოდგენილი. ამით ეს მოსწავლეებისაც მათ შორის არა მარტო ზრდასრული და უკვე ხელოვანი ადამიანების ეს წახალისება პატარა თაობის და დაინტერესება, რა თქმა უნდა, დანარჩენებისთვისაც სტიმულიც არის ძალიან დიდი. დაბა ადიგენში გამართულ გამოფენაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 186 ადამიანმა მიიღო. მათგან 117 საჯარო სკოლის მოსწავლე და საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელია. დანარჩენი მონაწილეები თვითნასწავლი ხელოვანი ადამიანები არიან, რომლებიც ორგანიზატორებმა სოფლებში მოიციეს. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლის სულიკო ახალციხეს ესტუმრა ოპერის სოლისტებისგან შემდგარმა ანსამბლმა სამუსიკო სკოლის დარბაზში ადგილობრივ მაყურებელს ქართულ ხალხური სიმღერები წარმოუდგინა. ერთგანყოფილებიანი კონცერტი სტუმრებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის რეგიონების ფარგლებში ჩაატარეს. ანსამბლმა ქვეყნის მასშტაბით უკვე მე-18 ღონისძიება გამართა. ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორის განმარტებით, მსგავსი სახის კონცერტებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალციხეში უკვე მეორე წელია აწყობს. უკვე მეორე წელია ძალიან გვალდებირებს კულტურის სამინისტრო და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. შარშან 2 ასეთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა სამუსიკო სკოლაში და წელს კიდევ ხედავთ როგორი სასიამოვნო და ლამაზი საღამოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონცერტები, იმიტომ რომ ეცნობი შენ მაყურებელს, შენს კუთხეს მაყურებელს ალბათ ძალიან მონატრებულია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ეტაპი დაიწყო. და არა მარტო ჩვენ ბევრი ანსამბლები იქნებიან, რომლებიც გამოვლენ ეს რეგიონებში და თავიანთ ხელოვნებას წარუდგენენ მაყურებელს. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი გველოდება ხვალისათვის სამცხე-ჯავახეთში და როგორია ვალუტის გაცვლითი კურსი. ასეთი იყო დღევანდელი დღე და საინფორმაციო გამოშვება ეკომეკეთილი სურვილებით გემშვიდობებით საინფორმაციო სამსახური მუშაობა სხვა 13 საათსა და 30 წუთზე თიკა კურტაიძისთან ერთად გაგრძელებს. მადლობა რომ გიყურეთ ნახვამდის.